იცთები, აი იქ ვიყავით. ასული. დღეს გადავწყვიტე ამ ულამაზესი ხედების მონახულება. ცოტა ხან დავჯდები, დავისვენებ, საჭმელს შევჭამ. და გავაგზავნებ ხედიალს. აქ არის თბილისი. ეს კი საქართველოს მთავარი საავტომობილო ცენტრი რუსთავი. და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად დაგეგმარებული ქალაქი. ავტობაზრობა, ავტოდრომი. ეს არის მომსახურების სააგენტო. ეს მომსახურების სააგენტოში მანქანის გაფორმებასაც უნდა თბილისშიც ფორმდება, მაგრამ თბილისში უფრო ძვირია ვიდრე რუსთავში. მანქანის გაფორმება, რომ იცოდეთ, საინტერესებს. ეს რუსთავის ჯვარი. ნახეთ რა ლამაზი მდელოებია. ისე რა სიტყვით. საკმაოდ მცირე დაშორება ხო თბილისსა და რუსთავს შორის. თბილისი, რუსთავი. ერთ კაცშიც კი ეტევა. ამ ხედით დატკბობას თუ გადაწყვეტ, ზაფხულზე აქ აუცილებლად მაშინ დაამოხვიდეთ, როდესაც ღრუბელია. სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაიწვევით მეზისგან. აქ ბალახში პლედის გაშლა და პიკნიკის მოწყობა გაგიჭირდებათ. უამრავი პატარა კალია და წერია ბალახს. თითქმის ყველგან. პონჩოს გარეშე ფაქტიურად ასეთ ადგილშიც ვერ მივდივარ. ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ამინდი. ეს ბევრი არაფერი მაქვს წამოღებული. წყალი და საკვები. ქალაქთან ამდენად ახლო ლაშქრობაში არაფერი არ არის სხვა საჭირო. ჩემი დღევანდელი საჭმელია ორმაგი ჰოთ-დოგი. რუსთავის ცენტრალური პარკი გამწვანებით, სიგრილე. ქალაქში უნდა იყოს ასეთი ლამაზი პარკი და ტბა. ნახეთ რა ლამაზია. უშვენიერესი გარემოა. ნამდვილად გავგნებული ვარ ამ პარკის სილამაზით, სიმყუდროვით. აი, ლამაზი ადგილი. ჯვარი სადაც ვიყავით. და არ გეგონოთ, რომ პატარა ტერიტორია ეს ტბა აქვს ნახევარია და ამის იქით მეორე ნახევარი. ძალიან დიდი ტერიტორია. სკეიტ პარკიც არის. ფრენბურთის მოედანიც. ნახეთ რამდენი თევზია. უამრავი თევზია. ეს ნახეთ. ამ ტბაში თევზაობა ისე აკრძალულია. მაგიტომაც არის რამდენი თევზი. ნახეთ რამდენი თევზია. ძალიან მაგარი ადგილია. საქართველოში ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნის ასეთი ლამაზი პარკით. დილით სავარჯიშოდ, კიდე ბავშვებისთვის გასართობად, კიდე ოჯახთან ერთად გასასეირნებლად.
თუ გინდა მარტო აი ამ ბალახზე სადაც გინდათ იქ წამოწვევით. არც ბევრი მწერია, კალიებიც ნაკლებად. ღამითაც ლამაზია. და ესე აქაურობას ეტყობა, რომ კარგად ულიან. რუსთაველებიც და პერსონალიც. ფაქტიურად ნაგავი არსად არ ყრია. არაფერი არ არის გატეხილი, არც კამები, არც განათებები. აბა დავტესტოთ. თუ მინდ ქოროსთავში წყალი არ მოდისო. პარკში მოდის წყალი. ასე რომ ის ამბავის ტყუილია, რუსთავში წყალი არ არის. წყალიც არის, ხეებიც, ბუნებაც, ტბაც. ღირს რა კეცხოვ. სოციალურად რამდენად მარტივია, ეგ არ ვიცი, რამდენად შეიძლება აქ ადამიანს სამსახური იშოვოს. კიდევ ვიცით ყველაზე საინტერესო რა არის? ეს ქალაქიც ძირითადად საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. ეს პარკიც თანამედროვეობაში, როგორც ვიცი, ახალია. მაგრამ აი ნახეთ, ამ მშვენიერი პარკის ბოლოს რომ გამოივლით, აქ ხვდებათ აი ეს ძველი ციხესიმაგრე. ამ ციხესიმაგრის კედლის ნაწილი აღდგენილია. შემოხვდით 21 საუკუნის ულამაზეს პარკში. და პარკის ბოლოს დახვდებათ მე-5 საუკუნის დროინდელი ციხესიმაგრე. აი რა გითხოთ. ბევრ ჯერ თქვი უკვე, მაგრამ მართლა ხთოვანებული ვარ ამ ყველაფრით. ძალიან მაგარია. გილოცავთ რუსთაველები. ჩემი აზრით ერთადერთი ამ პარკს რაც იდეალურობამდე აკლია, ეს არის ტბაზე გამოყოფილიან ცალკე გაკეთებული საცურაო ზონა. ისე თუ ვცდები მე და აქ სადმე საცურაო სივრცეც არის, ეგეც დამიწერეთ კომენტარებში. მოკლედ დღეს რუსთავი ვნახე იმ კუთხიდან, რომელიც აქამდე არ მინახავს. ძალიან საინტერესო და ლამაზი იყო. და იქ ვიყავით. ჯვრიდან გადმოვხედეთ რუსთავს. შემდეგ ჩამოვედი რუსთავის პარკში, ძალიან ლამაზ ადგილზე, ლამაზი ტბით, კარგი ბუნებით. აი ტბაში მართლა ძალიან ბევრი თევზია. ზემოთ ძალიან ცხელი და აქ საკმაოდ სიგრილია ამ პარკში. ნახე ძველი ციხესიმაგრე. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ჩემი ხეტიალით. აი რუსთავში ბევრი ვარ აყოფ, მაგრამ იქ არასდროს არ ვსულ ვარ. აი იმაზე არ გამივლია. აქ არ ჩამოსულ ვარ. ასეთი ლამაზი პარკი სად არის კიდევ მაგ კომენტარს დამიწერთ, გამეხარდება. რუსთაველებო, ან ვინც იცით, აქ თუ საცურაო სივრცე არის სადმე გამოყოფილი, ეგეც მაინტერესებს. დამიწერეთ კომენტარებში.